ხანდახან ადამიანებს ძალიან უნდათ ბევრი ფული შოვნა, წარმატება, დიდი კომპანიის აშენება, დაწინაურება, მაგრამ ვერაცნობიერებენ რა დგას ამ ყველაფრის უკან. მაგალითად, მეცინება დიდი ინფლუენსერები რომ ამბობენ, შენი 9 to 5 სამსახურიდან წამოდი, გაიქეს და დაიწყე ბიზნესი და იმას ვერაცნობიერებენ, როცა შენი ბიზნესი გაქვს, 9-დან 5-ის ნაცვლად შეიძლება მუშაობდე დღეში 12 საათი, კვირაში 6 დღე. გეტყვით საიდუმლოს და მე ხანდახან ასე ვარ. ერთ-ერთი რასაც ვაკეთებ Tenix SEO-ა, ჩვენ უკვე ვართ საქართველოს საუკეთესოები, მინდა რომ გავწვდეთ საწურებსაც, ხოლო ჩვენი სერვისი დაიხვეწოს, ჩვენს კლიენტებს დიდი ღირებულება მოუტანოს და გახდეს საუკეთესო ინვესტიცია მათ ცხოვრებაში. ამას კი ბევრი შრომა სჭირდება. ოკეი, გადავიდეთ ბატონ ილონ მასკზე. ამ ვიდეოს ჩაწერის ინსპირაცია იყო წიგნი ილონ მასკის შესახებ. რომელიც ძალიან საინტერესო და გირჩევთ წაიკითხოთ. აქ გაიგებთ, რომ OpenAI-ის შექმნისას ერთ-ერთი პირველი ინვესტორი ის იყო. გაიგებთ მისი და ჯონი დეპის ცოლის რომანის შესახებ, ვინ არის ილონ მასკი. მისი ქონება არის 420 მილიარდი დოლარი, ყავს 14 შვილი, აქვს 6 კომპანია. მისი კომპანიების ჯამური ღირებულება არის 1.6 ტრილიონი დოლარი, ხოლო ვიდეოს ბოლოს გაიგებთ არის თუ არა ილონი ბედნიერი. ილონ მასკი დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. მამა ინჟინერი, დედა დიეტოლოგი. ბავშვობიდანვე უყვარდა წიგნები. 12 წელს ასაკში უკვე პირველი პროგრამა შექმნა პატარა ვიდეო თამაში ბლასტერი, რომელიც გაყიდა $5. ეს იყო მისი პირველი წარმატებული სტარტაპი. 17 წელს ასაკში კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ამერიკაში მოხვდა. სწავლობდა პრინსტონისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ წიგნებზე დროის დაკარგვა არ ღირდა, როცა ინტერნეტის ახალი ოქროს ციებ-ცხელება იყო. სწავლა მიეტოვა და თავისი პირველი კომპანია შექმნა. მისი პირველი კომპანია იყო Zip2. 1995 წელს თავის ძმასთან ერთად დააფუძნა Zip2. ეს ინტერნეტის დასაწყისი იყო, ადამიანები ჯერ კიდევ გაზეთებიდან იგებდნენ ინფორმაციას და ქალაქის რუკებიც ჰქონდათ ჩვეულებრივ ნაბეჭდ ბურთლებს. წარმოიდგინეთ როგორი დრო იყო და ახლა როგორი დროა, რათა Google Map-ი გვაქვს ყველას და შეგვიძლია ჩავწეროთ ლოკაცია და გვიჩვენოს მთლიანად რა მარშრუტით მივიდეთ თან ყველაზე სწრაფად როგორ მივიდეთ. ამ წიგნს ისევ შევინახავ, ცოტა შელახული რადგან საკმაოდ აქტიურად ვკითხულობდი. Zip2-ის იდეა მარტივი იყო. Online პლატფორმა, სადაც შეიძლება იპავა ადგილობრივი ბიზნესები, მათი მისამართები, სამუშაო საათები და მათზე მისასვლელი გზაც. დღეს ეს ძალიან ჩვეულებრივია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ მსგავს სერვისი არ არსებობდა. ეს იყო Google Maps-ამდე და Yelp-ამდე რამდენიმე წლით ადრე. ილონი მუშაობდა 18 საათიან რეჟიმში, ოფისში ეძინა დივანზე, იმისაც რომ ფული დაეზოგა, არქირავდა ბინას, არ ყავდა მანქანა, საჭმელზეც კი ზოგავდა ფულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თავად გაიარა burn rate-ის კონტროლის პრაქტიკული მაგალითი. ასევე ინტერნეტს იპარავდა, მეზობელი ოფისის კედელში ქონდა პატარა და კაბელი იქიდან ჰქონდა გატარებული. შემდეგ ინვესტორებმა ჩადეს $3 მილიონი, იგი დირექტორებიდან გადააყენეს, ტექნიკური დირექტორი გახდა. თუმცა 99-ში Zip2 გაიყიდა $307 მილიონი. ილონმა ამ გარიგებიდან $22 მილიონი მიიღო, ის მხოლოდ 27 წლის იყო და პირველად გახდა ამდვილი მილიონერი. ამის შემდეგ შეეძლო მშვიდად ეცხოვრა დარჩენილი ცხოვრება. 22 მილიონი ბევრი ფულია, მაშინ უფრო მეტი იყო, მაგრამ იგი არ დაბადებულა მშვიდად ცხოვრებისთვის. 99 წელს მასკი იწყებს ახალ პროექტს X-Coms. ეს უნდა ყოფილიყო ონლაინ ბანკი, სადაც ყველაფერი შეიძლებოდა. ანგარიშის გახსნა, ფულის გაგზავნა, ბარათით გადახდა, სესხის აღება. დღეს ეს ჩვეულებრივია დღეს, მაგრამ მაშინ ბანკები ქაღალდსა და ფილიალებზე იყო დამოკიდებული. ილონმა დაინახა მომავალი, რომ ფული მთლიანად ინტერნეტში გადავიდოდა, მან $10 მილიონი ჩადო თავის ფული ამ იდეაში. თუმცა ასევე ყავდა კონკურენტიც, PayPal-ის სახით, ახალგაზრდა პიტერ თილი აკეთებდა, მგონი მაშინ PayPal-ს და თან საკმაოდ კარგად აკეთებდნენ, ყოველდღიურად 15,000 ახალ მომხმარებელს იმატებდნენ. ილონმა იცოდა რომ მარტო ბრძოლა ძვირი დაუშვებოდა, ამიტომ გაერთიანდნენ და გახდნენ ერთი დიდი კომპანია. ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი, პირველივე თვეში 100,000 მომხმარებელი დაემატათ, მაგრამ მალე დაიწყო ძალაუფლების ომი. ილონი CEO იყო და უნდოდა ბრენდის სახელი დარჩენილიყო X-Com-ად, ხოლო საბჭოს და Tills კი PayPal-ი უფრო მარტივად და გასაგებად მიაჩნდათ. საბჭოს წევრები, რომლებიც Tills-ს ემხრობოდნენ, გაერთიანდნენ და როცა ილონი იყო თაფლობის თვეში, მათთვის გადააყენეს, ასე რომ მეორედ ილონმა დაკარგა საკუთარი კომპანიის CEO-ის ადგილი, რაც მისთვის კიდევ ერთი გაკვეთილი იყო, რომ ინვესტორები და საბჭო მას თავად უნდა ეკონტროლებინ. ამ დაპირისპირების მიზეზი იყო PayPal-ის ბედი ზოგადად და მიმართულება, მას კი უფრო გლობალურად უყურებდა, ხოლო საბჭოს წევრები უფრო პრაქტიკულად არსებული რეალობიდან გამომდინარე მსჯელობდნენ. თუმცა, შედეგი ის იყო, რომ PayPal სწრაფად იზრდებოდა, მალე ის გახდა eBay-ის მთავარი გადახდის მეთოდი. აუქციონების 70%-ზე მეტი PayPal-ით იხურებოდა. 2002 წელს eBay-ი PayPal-ი იყიდა $1.5 მილიარდ. ილონს ამ გარიგებიდან $165 მილიონი
შეხვდა. 33 წლის იყო, ახლა უკვე ნამდვილად შეეძლო რა ცხოვრება სხვების მსგავსად დაიწყო, სახლები, იახტა, ფოფუნება, კუნძულს მოვიდო და ალბათ. მაგრამ ისევ და ისევ ილონი მშვიდი ცხოვრებით არ დავადებულა. მისი ოცნება ბევრად შორს მიდიოდა. PayPal-ის გაყიდვის შემდეგ ილონ მასკს უკვე ჰქონდა 165 მილიონი. იგი მთელი ცხოვრება ინტერესდებოდა კოსმოსით, ბავშვობაში კითხულობდა სამეცნიერო ფანტასტიკურ წიგნებს, გალაქტიკების ავტოსტოპერის ზამკვლევს და დუგლას ადამსის, ასევე აიზეკ აზიმოვის წიგნებით ძალიან მოსწონს და უჩნდებოდა კითხვები, რატომ არ ვართ მარსზე. 2002 წელს გადაწყვიტა, რომ დრო იყო მისი ოცნება რეალობად ექცია. 100 მილიონი დოლარი საკუთარი ქონებიდან ჩადო ახალ კომპანიაში, SpaceX-ში. ეს იყო მისი ყველაზე დიდი ფსონი. მაქამდე სურდა რუსეთიდან შეეძინა მზა რაკეტები, თუმცა არ გამოვიდა. წარმოიდგინეთ, 2001 წელს ილონმა თავისი გუნდი, მათ შორის ყოფილი CIA-ის აგენტიც, წაიყვანა მოსკოვში, რომ იქიდან ბალისტიკური რაკეტების შესყიდვა იცოდა, მაგრამ ფასი იმდენად მაღალი იყო და პროცესებიც იმდენად რთული, მალე მიხვდა, რომ ჯობდა რა თვითონვე აეწყო და ასე გაჩნდა SpaceX-ის იდეაც. გაიხადა კოსმოსური ფრენა ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი, რადგან მაშინ არსებული მოდელი ასე მუშაობდა. რაკეტები ერთჯერადი იყო, თითოეულის გაშვება ასეულობით მილიონი დოლარი ჯდებოდა, მხოლოდ სახელმწიფოებით ფლობდნენ რესურსს, რომ რაკეტა გაეშვათ. პირველი დიდი გამოცდა და პირველი დიდი პროექტი იყო Falcon 1. ეს იყო შედარებით მცირე ზომის რაკეტა, შედარებით იაფი, რომელთაც SpaceX-ი ამტკიცებდა, რომ ჩვენ შეგვიძლია კოსმოსში ფრენა, მაგრამ რეალობა მძიმე აღმოჩნდა. პირველი გაშვება აფეთქდა, მეორე გაშვებაც აფეთქდა, აღონეს რაღაც მეორე დღესვე არ უშვებდნენ, წლები დასჭირდა მეორე გაშვებას და მესამე გაშვებაც აფეთქდა და მაგასაც წლები დასჭირდა. სამი წარმატებელი ცდის მერე, რომელსაც 5-6 შეიძლება 7 წელს დასჭირდა. რა თქმა უნდა, კომპანია საფრთხეში იყო, ბევრი თანამშრომელი ფიქრობდა, რომ ეს უკვე დასასრული იყო, თუმცა ჰქონდათ კიდევ ერთი ბოლო შანსი. მეოთხე გაშვება უნდა გამოსულიყო, თორემ SpaceX დაიხურებოდა. ეს იყო 2008 წლის 28 სექტემბერს. მეოთხეც და შედგა და ამჯერად ყველაფერი გამოვიდა. Falcon 1 გახდა პირველი კერძო რაკეტა, რომელმაც ორბიტას მიაღწია. ეს იყო არა მხოლოდ ტექნიკური მიღწევა, არამედ მთელი კომპანიის გადარჩენაც. რამდენიმე კვირაში NASA-მ SpaceX 1.6 მილიარდიანი დოლარის კონტრაქტი მისცა სატვირთო მისიებისთვის. ეს ნიშნავს, რომ SpaceX-ი ოფიციალურად გახდა ნამდვილი მოთამაშე კოსმოს ინდუსტრიაში. Okay, SpaceX-ი გადარჩა, მაგრამ იმავე პერიოდში 2008 წელს მისი მეორე კომპანია Tesla უკვე გადარჩენის რეჟიმში იყო ასევე. მოგეხსენებათ, რომ 2008 წელს იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პიკი. ეს კრიზისი ყველაზე მეტად ავტომობილების ინდუსტრიას დაიწყო, ხალხს ფული არ ჰქონდა მანქანები როგორ უნდა იყიდათ. Chrysler და General Motors-ი თითქმის გაკოტრებულები იყვნენ. Ford-იც ძლივს უნთქავდა, რომ ამერიკულები უბრალოდ აღარ ყიდულობდნენ მანქანებს. ბანკები ვეღარ აძლევდნენ სესხებს, ინვესტორები პანიკაში იყვნენ. ეს იყო ყველაზე მძიმე კრიზისი 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. ამ ქაოსში Tesla იყო ახალბედა კომპანია, რომელიც ცდილობდა პირველი ელექტრომობილის Roadster-ის გამოშვებას, მაგრამ ჰქონდა უზარმაზარი პრობლემები. აგვიანებდა წარმოება, ხარჯები ძალიან იზრდებოდა, გაყიდვები არ ჰქონდათ, Tesla-ს ფეილი იყო დღეების საქმე უბრალოდ. გაკოტრებასთან ედგა პირდაპირ. ამ პერიოდში ილონს ჰქონდა არჩევანი, უკვე საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილი ჰქონდა SpaceX-ში ჩადებული, მაგრამ Tesla-ს გადასარჩენად მან კიდევ ერთი რისკი აიღო და თავისი პირადი ქონებაც, თავის მანქანაც გაყიდა და ფული ისევ Tesla-ში ჩადო. მახსენდება მისი ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ ან ერთ კომპანიაში უნდა ჩაედო მარტო ფული 2008 წელს, იმიტომ რომ SpaceX-იც ნადგურდებოდა და ერთი კომპანია გადარჩებოდა, ან უნდა გაერისკა, all-in-ზე შესულიყო და ორივეში გადაინაწილებინა თავის თანხები და რა თქმა უნდა ის სწორედ ესე მოიქცა, რადგან მის თავის ბავშვს ვერ გაწირავდა ვერცერთს. მას ან უნდა გადარჩინა ორივე კომპანია, ან ყველაფერს დაკარგავდა, რადგან მთელი ფული აქ ჰქონდა ჩადებული. და წლის ბოლოს თვითონ იყო გაკოტრებული პირადად, მაგრამ მის ორ კომპანიას ჰქონდათ მომავალი. Tesla მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ გადამწყვეტ მომენტში 2008 წლის დეკემბერში მან მოიზიდა ინვესტიცია, 40 მილიონი დოლარიანი ინვესტიცია და ეს უკვე ის მომენტი იყო, როცა ხელფასების გადახდას თუ აღარ ახერხებდა და რეალურად ამ ინვესტიციამ გადაარჩინა Tesla. ეს კი მარტივი მოსაყოლია, მაგრამ რა შეგვიძლია ვისწავლოთ? კრიზისის დროს სუსტები ნადგურდებიან, ბუნებრივი გადარჩევა ეგრე მუშაობს და ხოლო ძლიერები გადარჩევიან. ხოლო იმისათვის რომ გადარჩენ, ბოლომდე უნდა იბრძოლო, რადგან Tesla ზუსტად ეგრე გადარჩა. ხოლო 2010 წელს Tesla-მ თავისი აქციები პირველად გაიტანა ბირჟაზე და ეს იყო ისტორიული მომენტი. Tesla გახდა პირველი ამერიკული ავტომობილების კომპანია, რომელიც 1956 წლის შემდეგ Ford-ის IPO-დან მოყოლებული გახდა საჯარო კომპანია. ინვესტორებისგან მოიზიდა 226 მილიონი და ეს საკმარისი ფული იყო იმისათვის, რათა Tesla-ს წარმოება გაეგრძელებინა და ახალი მოდელების გეგმების დაეწყო. Tesla-მ თავიდანვე სხვა გზით დაიწყო მუშაობა, ვიდრე ტრადიციულმა ავტოგიგანტებმა. ტრადიციული ავტოგიგანტები პროდუქციის 80%-ს აუთსორსზე აკეთებდნენ. Tesla-მ კი პირიქით 80%
თავისთან დაამზადა in-house, რამაც მათ მისცა კონკურენტული უპირატესობა. და ასევე მარკეტინგში ხარჯავდნენ ნულს, ანუ საერთოდ არც ერთ თეთრს არ ხარჯავდა ილონ ტესლას მარკეტინგში, რადგან მთლიანად ტესლას მარკეტინგი მის პირად ბრენდს ეყრდნობოდა. ნუ შედარებისთვის სხვა ავტომწარმოებლები მილიარდებს ხარჯავდნენ მარკეტინგში, მაგალითად General Motors-ი წლიურად ხარჯავდა 2.7 მილიარდ დოლარს მარტო ამერიკაში მარკეტინგში. Tesla 17 წლის განმავლობაში მუშაობდა ზარალზე, სანამ პირველად მოგებაზე გავიდა. ნუ ეს ნორმალურ ბიზნესში წარმოუდგენელია, მაგრამ დიდი შედეგები დიდ მოთმინებას მოითხოვს. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რასაც ბევრი ვერ აცნობიერებს, ვისაც ბიზნესი დაწყება უნდა, შეიძლება ბიზნესი თავიდან დიდხანს მუშაობდეს აგებაზე. ნუ სტატისტიკა ზოგადად ასეთია გლობალური და ამერიკის მონაცემებით, რადგან საქართველოში ზუსტი კვლევები არ გვაქვს. პირველ წელს ბიზნესების 20% იხურება, ანუ ყოველი 5 სტარტაპიდან ერთი პირველივე წელს ვერ ცოცხლობს, პირველ 5 წელიწადში 50% იხურება, ანუ ნახევარი. ხოლო პირველ 10 წელიწადში 65-დან 70%-მდე იხურება. ოკეი, როგორია ილონ მასკის შრომის რუტინა? როგორც თვითონვე გაუმხელია ხშირად ინტერვიუებში, მასკი ჩვეულებრივად მუშაობს 80-დან 100 საათამდე კვირაში, ანუ დღეში 12-დან 16 საათამდე. ყოფილა პერიოდები, როცა 120 საათამდეც მუშაობდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიზისი ჰქონდა 2008 წელს, შემდეგ 2018 წელსაც ჰქონდა კრიზისი, 2022 წელსაც ჰქონდა და ამას ეძახის founder mode, როცა ორლინზე შედის, მთელი დღე მუშაობს, ყველა საათი რომელიც ღვიძავს და ოფისში ძინავს, რასაც დრო არ დაკარგოს ტრანსპორტირებაში. იგი ჩვეულებრივად ცდილობს, რომ დღე გაყოს 5 წუთიან ინტერვალებად, ანუ მის კალენდარი ისეა გაწეული, რომ ყოველი 5 წუთი ეთმობა კონკრეტულ საქმეს. დროის უდიდეს ნაწილს ხარჯავს ინჟინერიაზე, პროდუქტზე, მუშაობს დიზაინზე, წარმოებაზე, ტექნიკურ საკითხებზე, ანუ ყველაფერზე. ხოლო მისი შეხვედრები და ზარები მაქსიმალურად მოკლეა და მხოლოდ საჭირო ადამიანებთან, რა თქმა უნდა. ხოლო 2018-ში ტესლას კრიზისის დროს ქარხნის იატაკზე ეძინა, რადგან მანქანებს წარმოება რო არ გაჩერებულიყო, თვითონ იქ უნდა ყოფილიყო. თუ კვირაში 80 საათს იმუშავებ, იქ სადაც ხვები 40 საათს მუშაობენ, ორჯერ სწრაფად მიაღწევ შედეგს. ეს მის ცნობილი ფრაზაა. ილონ მასკი ყოველთვის ფიქრობდა არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დავიპყროთ კოსმოსი ან შევქმნათ ავტომობილები, არამედ იმაზე, რა საფრთხეები შეიძლება მოუტანოს ტექნოლოგიამ კაცობრიობას. ამიტომ 2015 წელს პირველი ინვესტიცია განახორციელა OpenAI-ში, ხელოვნური ინტელექტის კვლევით ორგანიზაციაში, რადგან Google-მა რომელიღაც ტექნოლოგიური ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი იყიდა და ილონ მასკი ამას საფრთხეთ მიიჩნევდა, რადგან Google დიდი კორპორაცია იყო და ამას თავის ასარგებლოდ გამოიყენებდა, ხოლო OpenAI უნდა ყოფილიყო non-profit ორგანიზაცია, კვლევები უნდა ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე. მასკმა დადო პირობა, რომ პროექტს 1 მილიარდი დოლარი დააფინანსებდა, თუმცა ნუ 1 მილიარდი არ ჩავდია, მგონი 50 თუ 100 მილიონი ჩადო. 2018 წელს რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, ილონი ფიქრობდა, რომ უფრო სწრაფად უნდა იმოძრავათ. ამიტომ მან დატოვა OpenAI საბჭო. ნუ ის ღიად აცხადებს დღესაც, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, იმაზე უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე ბირთვული იარაღია, რასაც, ნუ, რა თქმა უნდა, მეც ვეთანხმები. ხელოვნური ინტელექტი არის როგორც ყველაზე დიდი საფრთხე, მაგრამ ამასთანავე არის ყველაზე დიდი შესაძლებლობაც. ამასთან დაკავშირებით ჩემი ვიდეო შეგიძლიათ რო იხილოთ AGI-ზე და სუპერინტელექტზე. სწორედ ამიტომ ილონმა შექმნა ერთი ასეთი კომპანია კიდევ Neuralink-ი, რომელიც ადამიანს და კომპიუტერს აკავშირებს, რადგან მისი აზრით სამომავლოდ იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის კონკურენცია გავუწიოთ, დაგჭირდება რომ ვიყოთ სიმბიოზი ადამიანისა და მანქანის, ან ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის. Neuralink-იც დაახლოებით ამას აკეთებს. ტვინში აყენებენ ჩიპებს, რომელიც ინტერნეტს უკავშირდება. ხოლო 2022 წელს მასკმა იყიდა Twitter-ი, რომელსაც გადაარქვა სახელი და დაარქვა X-ი. ჩემი ძალიან სუბიექტური აზრით მას ჰქონდა გათვლა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც დონალდ ტრამპისთვის აპირებდა მხარის დაჭერას, მაგ დროს დაბლოკილი იყო ტრამპი Twitter-ზე და Facebook-ზეც. ასევე მაგ პერიოდში კრიპტოს აპირებდა Bitcoin-ს, Shiba Inu-ს, Dogecoin-ს და მსგავს რაღაცებს და მაგითაც ბაზრის მოძრაობით. ჩემი აზრით საკმაოდ დიდ ფულს აკეთებდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მთლიანად Twitter-ი ეყიდა 43 თუ 45 მილიარდ დოლარად. ნუ Twitter-ში შესულისთანავე მან დაითხოვა მენეჯმენტის უდიდესი ნაწილი, CEO, CFO, იურისტები და შემდეგ მოახდინა დიდი რესტრუქტურიზაცია. თანამშრომლების 80% გაანთავისუფლა, ანუ 8000 თანამშრომლიდან მხოლოდ 1500 დატოვა. და ეს გადაწყვეტილება ძალიან კრიტიკულად შეფასდა, ბევრი ფიქრობდა, რომ პლატფორმა უბრალოდ ჩამოიშლებოდა, მაგრამ X-ი, ნუ Twitter-ს X-ი გადაარქვა, მუშაობას აგრძელებს ბევრად უფრო მცირე და მოქნილი გუნდით. ოკეი, ბოლოს. არის თუ არა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი ბედნიერი. თუ მის ბიოგრაფიას ინტერვიუებსა და უოლტერ აიზექსონის წიგნს ილონ მასკს დავეყრდნობით, პასუხი საკმაოდ პარადოქსულია. იგი არ ეძებს ბედნიერებას, იგი მიზანს ემსახურება. თვითონაც ბევრჯერ უთქვამს, მე არ ვცდილობ ვიყო ბედნიერი, მე ვცდილობ რომ სასარგებლო ვიყო. მისთვის მთავარი დომინანტი არის მისია. კაცობრიობის გადარჩენა, მარსზე გადასვლა, სუფთა ენერგიის განვითარება, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოება. ამიტომ მის ცხოვრებაში ბედნიერება ნაკლებად არის. უფრო დროებით კმაყოფილებას განიცდის, როცა მიზანს აღწევს.
აქვს. არ აქვს წესიერბია ცხოვრება. აიზექსონი მას აღწერს როგორც მუდამ სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანს, რომელიც ხანდახან თვითონვე ქმნის ქაოსს. მას ყავს ბევრი შვილი 10-ზე მეტი, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში არაერთი კრიზისი ჰქონია. ყოფილმა პარტნიორმა როგორც თქვეს ინტერვიუებში, მასთან ცხოვრება გავს ქარიშხალში ცხოვრებას, ანუ მისი ნამდვილი კომფორტი არის მუშაობა. და იგი დღემდე ასე ცხოვრობს. დღემდე არის founder mode-ში, დღემდე მუშაობს კვირაში 80-დან 100 საათამდე, დღემდე ძინავს ოფისში, ხოლო ნორმალურ ბედნიერება, დასვენება, კომფორტი და გართობა მისთვის თითქოს არ არსებობს. აი, თვითონ რას ამბობს თავად. თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, მაშინ ალბათ არ უნდა იყო მე. მე უფრო გრძნობ ტკივილსა და შფოთვას ვიდრე ბედნიერებას, მაგრამ მიზანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირადი ემოციები. ამას ამბობს თვითონ მის ციტატა. ნუ, სევდიანი ჟღერს რა თქმა უნდა, მაგრამ ამიტომ ადამიანები უბრალოდ უნდა დავტყვეთ იმით, რაც გვაქვს, რაც დღეს გვაქვს, რადგან ბევრი ჩვენგანი ბედნიერებას მომავალში ეძებს, როცა გავხდებით მილიონერები, როცა შევქმნით დიდ კომპანიას, როცა ვიყიდით სახლს ან მანქანას. მაგრამ სინამდვილეში, როცა იქ მიდიხარ, ხედავ რომ ეს მხოლოდ ახალი გამოწვევების დასაწყისია. ნუ, თუ არ გაჩერდები. ოკეი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ეს მე განხდის ბედნიერს, ნუ, ცოტა ხნით მაინც.